Გამოშვების ბოლოს კულტურის ახალი ამბები გია ყანჩელის შემოქმედებითი საღამო და ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებების თბილისური პრემიერა სტიქსი ალა დუდუკი ვალს ბოსტონი. ეს ის ნაწარმოებებია, რომლებსაც ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში 21 და 22 ივნის ქართველი და უცხოელი მუსიკოსები შეასრულებენ. სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტში ლექსო თორაძეც მიიღებს მონაწილეობას. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე მიხაილ სიმონიანი ესტუმრება. მზადება შემოქმედებითი საღამოსთვის თიკა წერეთლის რეპორტაჟი. პიანისტი, რომელიც მრავალი წელი ამერიკაში მოღვაწეობს და რომანტიკული ტრადიციის ვირტუოზად მიიჩნევა, კიდევ ერთი თბილისური კონცერტისთვის ემზადება. ლექსო თორაძე გია ყანჩელის შემოქმედებით საღამოზე ვალს ბოსტონ სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულებს. ვალსს, რომელიც კომპოზიტორმა 1996 წელს მიუძღვნა მეუღლეს, რომელთანაც როგორც თავად ამბობს, არასდროს უცეკვია. მიხარია, რომ გია ყანჩელის მუსიკა გაიჟღერებს ჩვენს დარბაზში. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიხარულია ყოველ ჯერზე. მით უფრო რომ ამ პროგრამაში ჩემთვის ძალიან ძვირფასი ლექსო თორაძეც უკრავს გია ყანჩელის ნაწარმოებს. სპეციალურად გია ყანჩელის შემოქმედებითი საღამოსთვის საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე მიხაილ სიმონიანი ეწევა, რომელიც სტიქსის სავიოლინო ვერსიას შეასრულებს. სტიქსის ეს ვერსია საქართველოში პირველად სრულდება. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სტიქსი უკვე მოსმენილი აქვს, ეს იქნება განახლებული და თავდაპირველი უდიდესი ემოცია და საერთოდ ეს კონცერტი იქნება საეტაპო მნიშვნელობის ჩვენი ორკესტრის და ჩვენი მუსიკალური ცენტრის და ალბათ საზოგადოების მუსიკალური ცხოვრების ისტორიაში. სტიქსში მონაწილეობა სახელმწიფო საგუნდო კაპელაც მიიღებს. მუსიკა არის ძალიან მრავალფეროვანი, ლამაზი, კარგი შესასრულებელი და სირთულე იმაში გამომდინარეობს, რომ უნდა იყოს ძალიან ერთსულოვანი. ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანი კონცერტია. მე როგორც კაპელის მთავარი დირიჟორი ძალიან მოხარული ვარ, რომ კვლავ გვეძლევა საშუალება გია ყანჩელის სტიქსში მივიღოთ მონაწილეობა. 21 ივნის გია ყანჩელის კიდევ ერთი ნაწარმოების ალა დუდუკის თბილისური პრემიერა გაიმართება, რომელსაც ჯორჯიან ბრასი წარმოგვიდგენს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ალა დუდუკის შესრულება ჯორჯიან ბრასს ხვდა წილად. რთული ნაწარმოები არის, სპეციფიური ცოტა. თავიდან ცოტა შეგვეშინდა, მაგრამ მივიღეთ გამოწვევა და ნახოთ როგორ იქნება კონცერტი. არაჩვეულებრივი გამოფენა მიმინო შერეკილები არ დაიდარდო, როცა აყვავდა ნუში. გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას არაერთი ქართული კინომუსიკა მიეკუთვნება. კომპოზიტორი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და მის ნაწარმოებებს სიამოვნებით ასრულებენ მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები. მიუხედავად იმისა, რომ ანტვერპენში ცხოვრობს, კავშირი სამშობლოსთან არასდროს გაუწყვეტია. ქართულ შესრულებას პლუს ემატება რაღაც სხვა გენეტიკური ხიდი ავტორსა და მუსიკას შორის, რომელიც ჩემშიც არის, რომელიც თითოეულ ორკესტრის თუ გუნდის მუსიკოსშია და ამიტომ მე მგონი აქ კიდევ უფრო სხვა ჯადოსნური ველი იბადება მისი მუსიკის შესრულების დროს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ხდება ალბათ. ყველა რეპეტიციას ესწრება. ინტერვიუზე როგორც ყოველთვის უარს ამბობს, სამაგიეროდ დღემდე საუბრობს იმ ენაზე, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევს და რომელთაც იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვებით მოახერხებდა. გია ყანჩელი თავისი უკვდავი მუსიკით ქართულ მსმენელს 21 და 22 ივნის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში უმასპინძლებს.